მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ვინცაც გაინტერესებთ უყურეთ აუცილებლად ლაიკები და კომენტარები არ დაგეზაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეներგიაცისთვის. თემა იქნება ესეთი, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. გავიგოთ, ვინ მოდის, გავიგოთ თვის ბოლომდე, ზაფხულის ბოლომდე. მოდი ესე იყოს, გაშლას თუ ზაფხულის შემდეგ ნახავთ, მაშინ იქნება დაახლოებით 1 თვის ვადები. ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში, გავიგოთ. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა, როცა ამ გაშლას უყურებთ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, თქვენი ლაიკები არ დაგეზაროთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ ხართ თქვენ. ვარსკვლავი. ჩემთვის უსაყვარლესი კარტია ერთ-ერთი, ჩემი გვერდის სახელიც არის სანსტარი, როგორც იცით და მერწყულების კარტია ყველა ვარიანტში. ამას გეტყვით, ეს არის შეიძლება წარმოადგენთ მერწყულის ნიშანს და დამიწერეთ კომენტარები ხოლმე რას წარმოადგენთ, ვის წარმოადგენთ, რამდენად ემთხვევა, შეიძლება ასევე ხართ სოციუმში ბრჭყვიალა ადამიანი, ბლოგერი, ვლოგერი, მიმდინარეობა გაქვთ ერთგვარი თქვენი სოციალურ ქსელებში, თქვენი საკუთარი ბლოგი თუნდაც სადაც ბრჭყვიალებთ და თვალს ვერ გწყვიტავენ ადამიანები და დიდი მასებია აქ მაყურებელი თქვენი, აქ არ არის რამოდენიმე მეგობრის მაყურებელი ხალხი, ეს არის დიდ მასებზე, შეიძლება ტერიტორიული სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები გიყურებენ და იმეორებენ ერთგვარად თქვენ, არ ვიცი, რასაც აჩვენებთ, რასაც რეზონირებთ, თქვენნაირი უნდათ ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან ბრჭყველა და სოციუმის კარტია როგორც წესი ვარსკვლავი. მერწყული უკვე გითხარით შეიძლება ბრძანდებით, მაგრამ ყველა არ იქნება მერწყული, რასაკვირველია, ადამიანი ხართ ძალიან კარგი და თბილი ისეთი ენერგეტიკით, რომ გინდა ჩაეხუტო, აი ოცნება ადამიანი თქვენი მაყურებლებისთვის. ადამიანი, რომელიც ჩაფიქრებული ოცნებასავით გინდა, რომ აი ახლოს იყოს, როგორც აი რაღაცა ვენერას ვარსკვლავს გახედავ ღამე და გინდა, რომ აი რაღაცნაირად ჩაეხუტო ესეთი ენერგეტიკა მოდის თქვენგან, აი ძალიან მიმზიდველი, ძალიან კარგი ფორმებით, ასევე არ არის გამორიცხული, ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის, ქალი ხართ, კაცი ხართ, თქვენ თავზე მოერგეთ. ძალიან ბრჭყვიალა ხართ ამ სოციუმში, ამ თქვენი მიმდევრებისთვის, თქვენი ფოლოვერებისთვის, თქვენი მაყურებლებისთვის, გარემოცვა ყავთ საერთოდ ისეთი, ვინც აი აღფრთოვანებულია თქვენი პიროვნებით, რასაც არ უნდა წარმოადგენდეთ, შეიძლება უბრალოდ გიყვართ ძალიან სოციუმში ქექვა და ბევრი რაღაცების ნახვა, მაგრამ უფრო მეტი იქნება ნაწილი, ვინც თავად მუშაობს, ასე ვთქვათ, ერთგვარად სოციალურ ქსელებში. თუ იდენტიფიკაცია ემთხვევა, აღარ გავაგრძელებ, მაშინ და გავიგოთ, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. მოდის თუ არა, ჯერ გავიგოთ იმ პერიოდში, რაც მე ვთქვი, თვის ბოლომდე, ანუ რაღაც როგორ ელოდებით. სერზეთ გეხართ, ესე სადახარ ამდენი ხანი, შენ ჩემი ცოდვით სავსე, რითი ვეღარ გამოჩდიო. და კალოდის ძირში არის მე-16 მაღალი არკანი კოშკი, რომელიც ანგრევს პრინციპში. შეიძლება ფსიქიკურად განგრევთ უკვე ეს მოლოდინის რეჟიმი და უკვე ნერვოზი დაგემართათ, რომ რითი ვეღარ გამოჩდი, ჩემი ცოდვით სავსეო. ჩემო ბედო, რითი ვეღარ მოხვედიო, შეიძლება ამაზე ძალიან ნერვიულობთ. ეს ხომრობით რასაკვირველია, მაგრამ ასეთი ნაწილიც იქნება. ნაწილი იქნება ასევე, რომ რაღაცა გრევის პროცესი გქონდათ ახლა, ან ახლა გადიხართ აი ამ თქვენი ცხოვრებისეული გრევის პროცესი შეიძლება იყოს, შეიძლება თქვენი ნერვოზული ფსიქიკური მდგომარეობა გაურთულებულია და ამას აჩვენებდეს კარტი რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ბედი დაგენგრათ და ამას აჩვენებდეს კარტი. ასევე შეიძლება იყოს ნაწილი, ვისაც პირდაპირ გაგებით რაღაცა ჩამოგენგრათ, არ ვიცი, სახლი დაგენგრათ, სამუშაო რეჟიმი დაგენგრათ, ურთიერთობა დაგენგრათ, შეიძლება უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახში რაღაცა ონკანი გასკდა, წყალმა იფეთქა, არა იმ დროს, როცა ელოდით რაღაცნაირად თქვენთვის ერთგვარად ჭექა ქუხილივით იყო, აი მეხის გავარდნასავით იყო თქვენთვის ეს მოვლენა, რასაც არ ელოდით და ერთგვარად პაუზის რეჟიმში ხართ, ახლა ასე აჩვენებენ. პაუზის რეჟიმი იგულისხმება ურთიერთობაში. თითქოს ურთიერთობაში არავინ არ ყავთ, ახლა მარტო ხართ, დაზამთრებულია ერთგვარად თქვენ
ემოციურ ფონს თუ განვიხილავთ და აი ამ ნგრევამ პრინციპში გამოიწვია დიდი ნაწილისთვის ეს თქვენი პაუზა ურთიერთობაში, თითქოს მზად არიყავით და არ ხართ რაღაცნაირად ახალი ემოციებისთვის, ვერ განიკურნეთ თითქოს შინაგანად, ჯერ არავის დანახვა და არავის მიღება არ გსურთ თითქოს თქვენ ცხოვრებაში. ან რაღაცნაირი პაუზა უკვე რაღაც პერიოდია, შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს უკვე 4 თვის ვადები, რაც ამ პაუზაში იმყოფებით და ურთიერთობა საერთოდ არავისთან არ გაქვთ და ერთგვარად ცოტა არ იყოს დამანგრეველადაც მოქმედებს თქვენთვის აი ეს მარტოობა, ასეთი ნაწილიც იქნება და დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან გთხოვთ. ყველას ვკითხულობ პირად მიმოწერისაც, დაწერილებსაც და კომენტარებსაც და უღრმესი მადლობა თქვენ ჩადებული ენერგიისთვის. ვინ მოდის? ოი, როგორი მომუშავე ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ღმერთო ჩემო. აი ძალიან მშრომელი ადამიანი, კარგი ოსტატი თავის საქმის პირველ რიგში ამას გეტყვით, რომელსაც არ ეზარება დროის და ენერგიის გამომუშავება, დროის და ფინანსის გამომუშავება და თავის ენერგეტიკას დებს ყოველდღიურად ესეთ რუტინულ სამუშაოში ნახეთ, როგორი ერთნაირი ზომის ლამაზი შედევრები აქვს მის ხელებს გაკეთებული, ასე ვთქვათ, კარგი ოსტატია და ანაზღაურებითაც შემიძლია გითხრათ, რომ კარგად ანაზღაურებადია მისი ოსტატურია ეს საქმე, ერთგვარი მუშა ადამიანია, მუშა ისეთი ნათქვამია, აი მშრომელი, რომელმაც კარგად იცის თავის საქმე, თავის სპეციალობა და ყოველდღურად ერთგვარად ერთი და იგივე რუტინულ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ არ ეზარება კიდევ მეორე ამ სამუშაოს როგორც გაკეთება, ასევე ფინანსური ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი აქვს, აქედან გამომდინარე, თავის პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ადამიანი, რომელიც სტაბილური ურთიერთობისთვის, სტაბილური სიხარულისთვის აპირებს თუ არ აპირებს, არაპირებს. ჯერჯერობით არ იცის 4-იან პინდაკლით რას აპირებს. ანუ ამაზე არ აქვს კონცენტრირება, მისი კონცენტრირება ეხლა დღესდღეობით ენერგეტიკა არის სამუშაო რეჟიმზე და ფინანსის გამომუშავებაზე მიმართული ყველა ვარიანტში, მაგრამ ადამიანი მოდის სტაბილურად, გასახარებლად თქვენ ცხოვრებაში. აი ეს არის ხეზე სახლი, ეს არ არის პრინციპში ფუძიანი სახლი, მაგრამ ეს არის დღესასწაულის შემქმნელი კარტი. აი ესეთი ნახეთ, ჰაერში ხტება გოგონა სიხარულისგან, ისეთი ურთიერთობა, შეხვედრები გეკნებათ ძალიან სიხარულის მომცემი, აღმაფრენის მომცემი თქვენთვის, მართალია კიდევ მეორე ხეზია სახლი და ძირს არ არის და საფუძველი, ასე ვთქვათ, მყარი ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ ეს არის დღესასწაულის კარტი შეხვედრებით, ეს არის ურთიერთობის სტაბილურობის კარტი, ერთგვარი, აქ შედის ინტიმური კავშირებიც, რასაკვირველია, მოიცავს 4-იან ჟეზლი, ეს არის შეხვედრები, სადაც ორივე მხარე არის კმაყოფილი და ბედნიერი და სიყვარულით სავსე თასი, ტუსთასი ეს არის ემოციურად სავსე თასი, ეს არის სხვა ყველა კალოდაში ამ კარტის გარდა არის ფანტანი ემოციური, ეს არის სიყვარულის კარტი, ერთ-ერთი მთავარი ემოცია, საიდანაც გადმოდის ამ ფანტანიდან წყალი და უზომოდ დიდი ემოციების მომცემი ურთიერთობა, კონკრეტულად აქ ხედავთ, რომ ყვავილებით და სანთლით არის სავსე ეს თასი და ეს არის ერთგვარად თქვენი სანთელი, თითქოს თქვენი სალოცავი, თითქოს ის ადამიანი, ვიზეც რაღაც ნაწილს მომდის და ამასაც გეტყვით, რომ ლოცვასავითაც გქონდათ ერთგვარად თქვენი მაღალი ძალების უღმერთის წინაშე ვის რა გაქვთ სალოცავი და შეიძლება ხშირად სანთელს ანთებდით ამ თემაზე, რომ ჩემი ადამიანი ღმერთო გამომიგზავნე და მომივილინე და მოვიდეს დროზე ჩემი მეორე ნახევარი, ნამდვილი ჩემი მეორე ნახევარი და ღმერთს ამასთან დაკავშირებით ხშირად შეიძლება სანთელს უნთებდით, ლოცულობდით, ერთგვარი თქვენი სანთელი არის, სისპეტაკე არის ეს ადამიანი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომელიც უკვე ყუღზეა, ასე ვთქვათ, კარებზეა მომდგარი თქვენი ცხოვრების, რომ გამოჩნდეს, იცნობს თუ არა ამ ადამიანს თქვენ ახლა დღეს. მეათე მაღალი არკანი ამოდის, ბედის ბორბალი, შეიძლება ადრე იცნობდით და განმეორდეს ახლა სიტუაცია რაღაცნაირად, რაღაცა დიდი პერიოდის შემდეგ, ან შეიძლება უბრალოდ ადამიანი იყოს ბედის განმოვლენილი საჩუქარი თქვენთვის და ამას აჩვენებდეს. 2-იან პენტაკლით ახლა არჩევანი იქნება თქვენზე, რამდენად მოუშვებთ და არ მოუშვებთ ამ ადამიანს. მოდის მე-7 მაღალი არკანი, ეს არის საჭის კარტი, ძალიან სწრაფი კარტია ეს და ძალიან მალე ელოდეთ ასეთ ადამიანს, რომელიც
გამარჯვებულს გამყოფებს მის გვერდით ყველანაირ